საქართველოს ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების საკითხს ევროპარლამენტი დღეს კენს უყრის. ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება 10 ქვეყანამ მოახდინა. ესენი გახლავთ: რუმინეთი, ბულგარეთი, ლიტვა, ლატვია, მალტა, სლოვაკეთი, ესტონეთი, უნგრეთი, შვედეთი და ხორვატია. ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციასთან ერთად ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც მიიღებს. ევროპარლამენტის სესიას დღეს საქართველოს პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დაესწრებიან. თბილისში კი პარლამენტის შენობის კინოდარბაზში 14 საათზე ევროპარლამენტის პლენარული სხდომის პირდაპირი ტრანსლაცია გაიმართება. რომ ეს უნდა ემსახურებოდეს საქართველოს ინტერესებს, რომ საქართველო გახდეს უფრო ძლიერი, უფრო დემოკრატიული და ევროპული ტიპის სახელმწიფო. პრეზიდენტი მარგველაშვილიც აპირებს ჩამობზანებას და ამ ღონისძიებაში, რატიფიცირების ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებას. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, რაც უფრო მაღალი დონის საქართველოს წარმომადგენელი დაესწრება ამ ისტორიულ მოვლენას და მე მგონი, რომ რეზოლუციაზე უფრო მნიშვნელოვანი, თუმცა ესე ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი არის ისტორიული დღე, რომელიც ჩვენ ყველას ერთად გვექნება. ეს ახლა მნიშვნელოვანია, როგორც წინა ჯერზე გითხარით, მნიშვნელოვანია, რომ უფრო კაცრად და მკაფიოდ აისახოს ევროპარლამენტის პოზიცია იმ ხელშეკრულებასთან მიმართებაში, რომელიც რუსეთმა აფხაზეთთან გააფორმა. ეს არის ახლა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ჩვენთვის.